ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც ისლამისტები აკეთებენ, როდესაც ცდილობენ ქვეყნის ხელში ჩაგდებას, არის ის, რომ თავიანთ ხალხს ძალაუფლების პოზიციებზე აყენებენ. ზუსტად ამიტომ, ლონდონის მერი სადიკ ხანი არის ისლამისტების გამამართლებელი, რომელიც არაფერს აკეთებს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის ბანდების წინააღმდეგ. და უბრალოდ ვერ ვიტან, როცა ვიღაცა ასეთი ამტკიცებს, რომ ისლამი ძალიან მშვიდობიანია, როგორც ახლა ვნახავთ. თან კიდევ გამოდის და ამბობს, რა ხდება დიდ ბრიტანეთში? ეს ძალიან საშინელია. რაღაც უნდა გავაკეთოთ ანტისემიტიზმისა და იმ საშინელი მოვლენების წინააღმდეგ, რაც ჩვენს ქუჩებში ხდება. დადახსენეთ, რომ ეხლა დიდი ბრიტანეთი ასე გამოიყურება, კარგი? ეს ხდება დიდ ბრიტანეთში. არა, ზუსტად ასე. ყველანი დაგვიკიდეთ, დედები და ქალიშვილების დაგვიკიდეთ და პალესტინის პაპასთან წადი. ყველა მათგანი გააუპატიურეთ, ქალიშვილებიც გააუპატიურეთ და ეს შეწყობინება უკან უნდა გავაგზავნოთ. არის უფლება! არის უფლება! დიახ, სწორად გაიგეთ. ზუსტად ისა, რაც აქ წერია. ჯანდაბას ებრაელები და მათი ქალიშვილები გააუპატიურეთ. შესანიშნავია. ეს არის სადიკ ხანის ლონდონი 2021 წელს. და აქ არის ეს ვიდეო შესანიშნავი სადიკ ხანის შესახებ. მათთვის, ვინც არ იცნობს კიდევ ერთხელ, ის არის ისლამისტი მერი, რომელიც სამწუხაროდ იმდენ ყურადღებას ვერ იღებს რამდენსაც მამდანი, მაგრამ ბევრად უფრო საშიშია ბევრ ასპექტში. მოდით ნახოთ, რას ამბობს აქ. მე მესმის, რომ ისლამი მშვიდობიანი რელიგიაა. ჩვენ ტერორისტები არ ვართ, ჩვენ ცუდი ადამიანები არ ვართ. სამწუხაროდ, ზოგი ადამიანი ცდილობს, რომ საზოგადოებები დაყოს. ცდილობს ხალხი ისლამისა და მუსლიმების წინააღმდეგ განათხოს. მე მესმის, რომ ისლამი მშვიდობიანი რელიგიაა. ისლამი მშვიდობიანი რელიგიაა. ჩვენ ტერორისტები არ ვართ. ჩვენ ტერორისტები არ ვართ. ჩვენ ტერორისტები არ ვართ. ჩვენ ცუდი ადამიანები არ ვართ. ჩვენ მშვიდობიანები ვართ. ისლამი რელიგიაა. ჩვენ ცუდი ადამიანები არ ვართ. სამწუხაროდ, ზოგი ადამიანი ცდილობს საზოგადოებების დაყოფას. ეს ზოგიერთი ადამიანის ბრალია, რომ ცდილობენ საზოგადოებების დაყოფას, რადგან აშკარად ისლამი მშვიდობიანი რელიგიაა, მაგრამ ეს არის ის, რაც ამჟამად ხდება გაერთიანებულ სამეფოში. ეხლა ეს ჩემთვის იმდენად წარმოუდგენლად გამაღიზიანებელია, სხვა რა მიზეზით უნდა გააკეთო ეს? კარგი, წარმოუდგენლად გამაღიზიანებელია, რადგან ამ მომენტში გაქვს მისი ვიდეოები, სადაც ის ესეთ რაღაცებს აკეთებს, რაც აშკარად მხოლოდ პოპულარობისთვისაა. სამწუხაროა. ბრიტანელი მუსლიმები შეშინებულები არიან. სამწუხაროა. ამინ. შემიძლია გავიგო, რატომ არიან ბევრი ბრიტანელი მუსლიმი შეშინებული. ისევდიანია და გაბრაზებულია და ესმის, რატომ არიან ბრიტანელი მუსლიმები შეშინებულები, კარგი? კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არ აკრიტიკებს არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ბანდებს, რაც ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა გაერთიანებულ სამეფოში. ჩვენ ვუყურებთ იმ ვიდეოს, მაგრამ კიდევ ერთხელ, ესეთი კონტენტი მართლა მაბრაზებს. სხვათა შორის მოგესალმებით pushback-ში, მე ირაკეი ვარ, თქვენ წამყვანი. დარწმუნდით, რომ დააჭირეთ გამოწერის ლივაქს, თუ გსურთ იყოთ ჩვენი მოძრაობის ნაწილი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, გააზიაროთ ეს ვიდეო, რომ ყველამ გაიგოს, სწორედ ამას აკეთებენ ისინი. ისინი იკავებენ სამთავრობო პოზიციებს, რათა გაავრცელონ გიჟური ისლამისტური იდეოლოგია და არ მისცენ ადამიანებს თავიანთი თავისის დაცვის საშუალება. როგორც ყველამ იცით, დიდ ბრიტანეთში ებრაელებისადმი სიძულვილი და ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილი რეალური დანაშაულებიც კატასტროფულად გაიზარდა. და აი ასე უპასუხა მან. პრემიერ-მინისტრის ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამართულ სამიტზე. საშინელი ტერორისტული თავდასხმა გოლდერს გრინში გასულ კვირას იყო ანტისემიტური თავდასხმების ბოლო შემთხვევა. გასაგებია, რომ ებრაელი ლონდონელები გაბრაზებულები არიან. ისინი მხოლოდ ცარიელი სიტყვები მობეზრდათ. მინდა რეალური ქმედებები ვნახო. როგორც მერი, მე კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ ყველაფერი გავაკეთო ამ ქმედებების მისაღწევად. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ პოლიციის ყოფნა ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში და დამატებით იგი განთავსებები დაგეგმილია მომდევნო კვირებისთვის. უბრალოდ ვერ ხვდები, როგორ ვერაცნობიერებენ ადამიანები, რომ თუ გინდა პრობლემის გადაჭრა, საქმე არ ეხება მხოლოდ სიმპტომის მოგვარებას. ანუ არ არის მხოლოდ ის, რომ უამრავი პოლიციელი დააკენო, რათა ხალხი დაიცვა ზიანისგან. არამედ უნდა მიუდგეთ პრობლემის ფესვს. დავაკვირდეთ, ვინ ცდილობს ამ ზიანის მიყენებას. რომელი ადამიანების ჯგუფი იხვიწებს დილით და ამბობს, ვიცი რა მინდა გავაკეთო. მოდი წავიდეთ. და რამდენიმე ადამიანი გავაუპატიუროთ. მოდი წავიდეთ და დავჭრათ ისინი. შეიძლება სწორედ მათთან უნდა მოგვარდეს პრობლემა და არა მხოლოდ იმ ხალხის დაცვაზე ვიყოთ ორიენტირებული, ვისაც ისინი ცდილობენ დანით დაჭრან. და ცოტა ხნის წინ მთავრობამ გამოაცხადა 25 მილიონი ფუნტის დაფინანსება, რაც დაგვეხმარება მოკლევადიან პერიოდში ამ გაძლიერებული ყოფნის შენარჩუნებაში. მაგრამ მე პიარია ეს. შემომხედეთ. მართლა ვცდილობ, რომ ჩემი თავი აქტუალურად წარმოვაჩინო, რადგან ტერორისტული თავდასხმები ხდება და მე უნდა განვაგრძო ისლამის დაცვა. მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ იმის თქმის გარეშე, რომ ვფიქრობ, ანტისემიტიზმი ცუდია. თუმცა, მე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, ვინც ამ ნარატივებს ყოველდღე ავრცელებს.
Სადია. საჭიროა პოლიციის მუშაობაში მუდმივი და მნიშვნელოვანი ცვლილება, რათა ებრაელი ლონდონელები უსაფრთხოდ იყვნენ. მე და მეტროპოლიტენ პოლიციის კომისარი გავაგრძელებთ მთავრობის დარწმუნებას იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამის მიღწევა. პოლიციის სწორი რეაგირება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მარტო საკმარისი არ იქნება. როგორც საზოგადოებამ, უნდა შევებრძოლოთ სიძულვილის მზარდ ტალღას პირდაპირ. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ რეკორდული თანხების ინვესტირებას მერიის მხრიდან პროგრამებში, რომლებიც ებრძვიან ექსტრემიზმს და აერთიანებენ საზოგადოებებს. მოუწოდებ ყველა ლონდონელს ხმა აიმაღლონ, სოლიდარობა გამოუცხადონ ჩვენს ებრაელ მეგობრებსა და მეზობლებს და შეუერთდნენ ბრძოლას ანტისემიტური სიძულვილის წინააღმდეგ. ასე რომ ისინი ცდილობენ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის მათი გამოსავალი. რა თქმა უნდა, არა ექსტრემისტების წინააღმდეგ და ისინი მოუწოდებენ ხალხს ხმა აიმაღლონ. გარდა იმ შემთხვევისა, თუ რეალურად ისაუბრებ პრობლემაზე, დაგაკავებენ, ან ქვეყანაში შესვლას აგიგრძალავენ. აბა რას ლაპარაკობ, სადიკ? მიუღებელია, რომ ებრაელებს უწევთ ცხოვრებაში მუდმივ შიშში ცხოვრება. და როგორც მე არ მოვისმენებ, სანამ ებრაელი ლონდონელები და ჩვენი ყველა საზოგადოება თავს უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ და შიშის გარეშე ცხოვრებას შეძლებენ. იცი რატომ მაწყევს ეს ვიდეო? მაწყევს და მაწყებინებს. პირველ რიგში ეს ის არის შაბანა მაჰმუდთან ერთად პაკისტანში. კარგი? თითქოს ისინი ბავშვობაში აიყვანეს და დიდ ბრიტანეთში ჩამოიყვანეს, ხომ ასეა? თითქოს ისინი შეღწევის ნაწილია, რადგან შაბანა მაჰმუდი ახლა შინაგან საქმეთა მინისტრია და მისი სახელიდან გამომდინარე ეს არცაა გასაკვირი. მაგრამ ეს ვიდეო მაბრაზებს, რადგან ის იქ-იქ დგას და ამბობს, ხო, რაღაც უნდა გავაკეთოთ. მოდით ვნახოთ, რას ცდილობს სინამდვილეში გააკეთოს. შეკითხვა იყო გასულ კვირას და თქვენ ყველანაირად ეცადეთ, მაგრამ პასუხი არ გაგიცია. ზუსტად რამდენი სექსუალური ექსპლუატაციის ბანდა ყავს ლონდონში? რომ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა, შეუძლია განმარტოს, რას გულისხმობს ამაში. დიახ, თუ შეხედავთ იმას, რაც როთერჰემში მოხდა, სადაც ადამიანები ახალგაზრდა გოგონებს იხოლიებდნენ და სექსისთვის ამზადებდნენ, სწორედ ამას გულისხმობ. ჩვენ ვიცით, რომ ლონდონში არსებობს პრობლემები ახალგაზრდების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი არ შეესაბამება იმას, როგორც დეპუტატმა აღწერა ასეთი ტიპის ბანდები. ეს კლასიკური პოლიტიკოსის ქცევა. მან იცის, რომ ვერ იტყვის, დიახ, ჩვენ გვაქვს დიდი პრობლემა სექსუალური ექსპლუატაციის ბანდებთან დაკავშირებით, რადგან ალბათ ის მოკლავენ ისლამისტები, რომელთა ნაწილიც თვითონ არის. ამიტომაც და რაც მთავარია, მე ვფიქრობ, რომ ის რეალურად უჭერს მხარს ისლამისტურ მოძრაობას. ამიტომაც, რასაც ის აკეთებს, უბრალოდ დროის კარგვაა. თითქოს ამბობს, შეგიძლია ზუსტად განსაზღვრო ის, რაც ყველამ ვიცით. ეს ტაქტიკა, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც დრო. ეს არის ტაქტიკა, რომელსაც იყენებენ იმისთვის, რომ კითხვას არ უპასუხონ. იფიქრეთ იმაზე, რომ ლონდონის მერი არ პასუხობს ჩვენს მარტივ კითხვას იმ ყველაზე დიდ პრობლემებზე, რაც ახლა ხდება. გაფიქრებინებს, რომ შეიძლება მისი საოცრად მჭეორმეტყველი ვიდეო თბილ სიტყვებზე და პოლიციაზე სინამდვილეში სრულიად უმნიშვნელოა. კიდევ ერთხელ დაიმახსოვრეთ, ეს არის ის, რასაც ისლამური ხელში ჩაგდება აკეთებს. ის იღებს ადამიანებს, გეგმავს მათ, ამზადებს როგორც შაბანა მოჰამედისა და მისი პაკისტანში წლების წინ ნახეთ, აყენებს მათ ძალაუფლების პოზიციებზე. შემდეგ ისინი სწავლობენ, რომ თქვენ ყველა სწორი რამ. ამბობენ ყველა სწორ რამეს, არ ამბობენ არაფერს არასწორს. ამბობენ, დიახ, ანტისემიტიზმი საშინელებაა, მაგრამ ნუ ავლენთ ისლამოფობიას, ესეც საშინელებაა. გული მტკივა და მეშინია. და შემდეგ ისინი არ ასახელებენ რეალურ პრობლემებს. აძლევენ საზოგადოებას საშუალებას თვითონვე გაანადგუროს თავი, რომ შემდეგ თვითონ შემოვიდნენ. ეს არის პირდაპირი სახელმძღვანელო, ნაბიჯ და ჩვენ ამას ვხედავთ სწორედ აქ, ამ კაცთან. ანუ ამბობთ, რომ ჩვენ არ გვყავს იგივე ტიპის ბანდები, როგორიც როთერჰემში, ბრედფორდში და ქვეყნის სხვა ბევრ ადგილას. სრული გაუგებრობაა. რაც გულისხმობს ის ამით? ძალიან კარგად იცით, რას გულისხმობ. ეს ყველგან ტელევიზიაშია. ზუსტად იცით, რას გულისხმობ. ეს ბანდები, რომლებიც ახალგაზრდა გოგონებს სექსუალური ექსპლუატაციისთვის იბირებენ. მართლა არსებობს ლონდონში ასეთი ბანდები? ზუსტად ვერ გავიგე, რას გულისხმობს ეს კითხვა. თუ უფრო დეტალურად ახსნის, შეუძლებ პასუხის გაცემას. ახლახან აგიხსენი. არ მისმენთ. საუბარია იმ ბანდებზე, რომლებიც ახალგაზრდა გოგონებს სექსუალური ექსპლუატაციისთვის იბირებენ. ზუსტად რამდენად უფრო გასაგებად გინდათ, რომ აგიხსნათ? ვერ ხვდები კითხვას. შეგიძლიათ ცოტა უფრო დეტალურად ამიხსნათ? მართალია, რომ მასზე გაბრაზებულია, მაგრამ სწორედ ეს ქმნის ამ სიტუაციას. ეს ქმნის ისეთ დიდ ბრიტანეთს, სადაც ადამიანები აკეთებენ იმას, რაც უნდათ, რადგან იციან. ისინი ორ რამეს იციან. პირველი, თუ საზოგადოება თავის ბავშვებს არ იცავს, მაშინ არაფერს დაიცავს.
თუ საზოგადოება არ ფიქრობს, რომ ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის ბანდები არის ის, რისგანაც უნდა დაიცვას ისინი, მაშინ ადამიანები ყველაფერს დაუსჯელად გააკეთებენ. და ისინი ასევე იციან, რომ თუ ებრაელებს არ დაიცავენ, ეს იგივეა როგორც ნაღმზე ჩიტის გაშვება. ყველა მიცის, რომ ჯერ ებრაელები ხვდებიან საფრთხეში და შემდეგ დანარჩენი საზოგადოება ინგრევა. ეს ყოველთვის ერთად მოდის. ისინი არაფერს გააკეთებენ ებრაელების დასაცავად. მათ შეუძლიათ დაუსჯელად ჩაიდინონ მკვლელობაც კი, ან როგორც მათ შემთხვევაშია გაუპატიურებაც, ებაც. და სადიქხანი წინამძღოლობს არაფრის კეთებაში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ის არის ტროჯანული ცხენი, რომელიც ყველაფრის განხორციელებას უწყობს ხელს. ასე რომ, მოეშვით ამ რა სამწუხაროა რაც ხდება ლაპარაკს, ჩვენ ზუსტად ხედავთ რა ხდება სადიქ და შენი დროც მოვა. ძალიან მალე ძალაუფლებას დაკარგავ, მაგრამ სწორედ ამის გამო ხდება ისლამური გაბატონება. მადლობა ყურადღებისთვის, NASA.